მაღაზიის კონსულტანტს მანჩო გიორგობიანი ემუქრება. სულ რამდენიმე წუთში კი მუქარას ასრულებს. მისი მითითებით რამდენიმე ახალგაზრდა კაცი კონსულტანტს ფიზიკურად უსწორდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვიდეო კადრებში ჩანს, რომ კაცები კონსულტანტს მაღაზიაში ესხმიან თავს, ძალის გამოყენებით გაჰყავთ გარეთ და იქაც აგრძელებენ ცემას. მათ მარკეტის ორ თანამშრომელზე იძალადეს, რომლებიც ღამის ცვლაში მუშაობდნენ. ობიექტური თანამშრომელი იმყოფებოდა და ჩვენ არ ვიყავით ან ინციდენტის მერე დამირეკეს და მე მოვედი და კამერები თქვენ რაც ნახეთ და რაც გავრცელდა ის ნახე მეც. ამჟამად სახლში არიან და მედიკამენტებით კურნალობენ როგორც ვიცი. თუ იცით დაიბარა ეს? არ ვიცი, დეტალები უკვე აღარ ვიცი. ეს ხალი ადრე თუ იყო რაღაც კონფლიქტური სიტუაციები ამ ხალხთან და არ მქონია კონფლიქტური სიტუაცია ადრე. მანჩო გიორგობიანი, რომელიც ქართული ოცნების აქტიური მხარდამჭერია, დაკავებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავებიან. ფორმულა გიორგობიანის დედას ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ მისი შვილი სხვების ჩხუბს შეესწრო და ცუდადყოფნის გამო ახლა საავადმყოფოშია. დაიჭირეს მანჩო მართლა? არა, კაცო. სახლშია? არა, სახლში არა, საავადმყოფოში. საავადმყოფოში გადაიყვანა ეს? და რატო რასთან დაკავშირებით? ვიღაცა ბიჭებთან ერთად ყოფილა და ბიჭებს მოსვლია ჩხუბი და ეს აჰა. და პოლიციამ მოკითხა თუ სასტრაფომ გადაიყვანა? სასტრაფომ გადაიყვანა. ძალიან გართულებულია გრიპი. ძალიან გართულებული. რომელ საავადმყოფოში წევს? არ ვიცი, წუხელ დააწინეს. ღამევე გადაიყვანეს საავადმყოფოში? თქვენ არ იცით რომელ საავადმყოფოში? პოლიცია თუ იყო მოსული? პოლიცია თუ კი. გიორგობიანთან ერთად დანაშაულში 6 ადამიანი მონაწილეობდა. ძალადობაში ჩართულ პირებს ეძებენ. ერთ-ერთი მათგანი თაკო ჩარკვიანის ძმისშვილია. ინფორმაციას ჩარკვიანი ფორმულასთან ადასტურებს, მაგრამ ამბობს, რომ ჯაკო ჩარკვიანს გიორგობიანმა დახმარება სთხოვა და მისმა ძმისშვილმა გარდაცვლილი მეგობრის დედას უარი ვერ უთხრა. ჩემი ძმისშვილისთვის გარდაცვლილი ძმაკაცის დედა, რომელიც რეკავს და გეუბნება, რომ ისვერენ ირთხამენ წემენ. ოპოზიცია ვიღაცამ რო არ დაურეკოს დღევანდელ პოლიციას, რომელსაც სახელი გატეხილი აქვს. გასაგებია, ხო? არენდობი, მაგრამ შენ რომ მანჩო გიორგობიანი ხარ და ენდობი ამ ხელისუფლებას, ისე რომ შემომწირველიც ხარ და დიფირამბებს უნღერი, ხო? ხო ეგრეა რა? რატო არ ურეკავ პატრულს? კონსულტანტებზე ძალადობის შემთხვევა 2 ნოემბერს მოხდა. მანჩო გიორგობიანი კი 2 დღის შემდეგ დააკავეს. გუშინ დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე მან Facebook-ში საჯარო პოსტი გამოაქვეყნა, რომლის ადრესატიც ოცნების შინაგან საქმეთა მინისტრია. გიორგობიანი გელაგელაძეს დაუპირისპირდა და დაემუქრა კიდეც ფორმულირებით, რომ ბიძინა ივანიშვილს მას მოახსნევინებდა, როგორც წარსულში არაერთი ძალოვანი მაღალჩინოსნის შემთხვევაში მოქცეულა. პოსტი შეიცავს შეურაცხმყოფელ შინაარსსაც. ამ დაპირისპირების მიზეზი საჯარო პოსტის თანახმად ის გახდა, რომ პოლიციამ გიორგობიანის ახლობელი გააჩერა. გელკა გელაძე ხარ თუ ვიღაცა, თავში ხომ არ აგივარდა ბიჭო. აქწევთ ჰაერში მთელ შსს და ჩამოგალაბორანტებ მინისტრობიდან. ჩემი ძმა ბესო კოტრიკაძეა გაჩერებული ქუჩაში, არაფრის გამო. ჩემთან წამალი მოაქვს. დედებს მოგიხნავთ, თუ არ გამოუშვებთ. ნუ დამაბრუნებ ძველ დროში. რესპუბლიკის კრიმპოლის უფროსი რომ მოვახსნევინე ბიძინა ჩვენს. ქალაქის კრიმპოლის უფროსი, მისი მოადგილე, ქალაქის სამმართველოს უფროსის მოადგილე, ბიჭებს რომ ნარკოტიკს უდებდნენ. პატიმრებთან უსაქციელობისთვის მოვახსნევინე საჯელახსრულების დეპარტამენტის უფროსი. მაშინ მინისტრზე მეტი უფლებებით იყო და ამ დეკეულს ზედ ქათამივით წავაკალი ბათუმის ციხის უფროსიც. მიფრთხილდით, ახალგაზრდებთან რამე არ შეგეშალოთ. მიუხედავად პოლიტიკური ორიენტაციისა, არ გამომიყვანოთ ქუჩაში. თორემ განახებთ პროტესტი რას ქვია, შტურმით რომ ავიღებთ მთელ სტრატეგიულ ობიექტებს. რატომ არ დააკავეს მანჩო გიორგობიანი ძალადობის ფაქტიდან მალევე, როგორც ეს პროტესტის მონაწილეების შემთხვევაში ხდება? ეს არის ახლა მთავარი შეკითხვა. ის არა მხოლოდ ოცნების აქტიური მხარდამჭერია, პარტიას ეხმარებოდა კიდეც პროპაგანდისტული გზავნილების გავრცელებაში. პოსტი გიორგობიანმა წაშალა, მაგრამ ჩნდება კითხვა, ხომ არ უკავშირდება მისი დაკავება ოცნების შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ საჯარო კრიტიკას და სხვა შემთხვევაში სუპერმარკეტში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყებოდა თუ არა მალევე. მაგის შეგვეხო ხელი და დედა
აღიარებს თუ არა დანაშაულს მანჩო გიორგობიანი ჯერ უცნობია. მას ოფიციალურად წაუყენებენ ბრალს და უახლოეს დღეებში სასამართლოს ხდომაც ჩაინიშნება. გიორგობიანის კიდევ ერთმა სამართლებრივმა პროცესმა რამდენიმე წლის წინაც მიიქცია ყურადღება. ეს 2013 წლის რესტორან ლა ტრუფეს შემთხვევაა, როცა გიორგობიანი ნიკა მელიას დაუპირისპირდა, რასაც ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მაშინ ამბობდნენ, რომ დაპირისპირება მანჩო გიორგობიანისა და მისი თანმხლები პირების ინიცირებული იყო, მაგრამ ბრალი ნიკა მელიას წაუყენეს. თუმცა მოგვიანებით მელია გამართლდა.